საქართველოს მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს 2014 წლის ზაფხულში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღსადგენად 109.400 ლარი გამოუყო. კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით დაგეგმილია სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების და გარეგანათების აღდგენა. თელავის მუნიციპალიტეტში სახურავების რეაბილიტაციაზე 76.500 ლარი დაიხარჯება. გარეგანათების აღდგენაზე 31.800 ლარი. 1,100 ლარი კი ხარჯთაღრიცხვის შედგენას მოხმარდება. ზაფხულის სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენა მოხდება ამბროლაურსა და ცაგერშიც. მთავრობის ინფორმაციით სამივე მუნიციპალიტეტზე ჯამში 1,046,249 ლარი დაიხარჯება. 2014 წლის აპრილის თვეშია გამოყოფილი თანხა სტიქიის განახილებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებზე. თანხის ოდენობა არის 109.400 ლარი. აღნიშნული თანხა გამოყენებული იქნება სახურავების შესაკეთებლად, უშუალოდ სტიქიით მიღებული ზიანის განსაზღვრისთვის და ასევე გარეგანათების სისტემების მოწესრიგებისთვის, რომელიც ამ სტიქიის შედეგად დაზიანდა. ამ ეტაპისთვის ტენდერი გამოცხადებულია უკვე და დაიწყება სამუშაოები უახლოეს მომავალში.